კვარცხლბეკისა, გიორგისა, შიოეძისევისა, დიმიტრი თესალონიკისა, თეოდორე მირონისა, დავიდა კონსტანტინესი, ვახტანგ გორგასალისა 100,000 მოწამეთა თვითის წამლებულთან, დაწმინდისა ბედისა ჩვენს მოსულს საქართველოსა უნივერსიტეტთან, დაწმინდისა ივანე ოქროპილისა კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსის სახელმწიფო და მოლამ ქერუნგისა, მოციქულისა თომას სამორბიძის შეგვიწყალეს და გვარცხლდეს ჩვენ ვითარ სახელას და გასმოყვანეს. სახელებთან ამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ჩემო ძვირფასი, როგორც ყოველთვის დღესაც პავლე მოციქული ვიწინამძღვრებს და ხადაგებს სიყვარულს. ასევე დღესასწაულად ქებული მოციქული თომას ხსენება, რომელმაც უდიდეს სასწაული მოახდინა, მოაქცია ინდუეთი, ეს ხო ინდუეთი რა მდგომარეობაში იყო, ისეთ კეთილსამყურებაში იყო და ეს იყო რა თქმა უნდა უბრალო კაცი თომა ვერ მოაქცევდა, ეს იყო ქრისტეს დიდი სასწაული. და აი დღეს უნდა ჩვენ ცოტა სიღვისეულად ავხსნა, ჩვენ ხშირად გაგვიგია ღმერთის სიყვარული არის. რას ნიშნავს ეს? ღმერთი რატო თქვა მოციქულმა ის? იმიტომ ჩვენ ძვირფასები, რომ ასეთი სწავლება არის, რომ ღმერთი ერთი ადამიანი რო ცხოვრებული იყო და თქვა დაუშვათ ეს ადამიანი ვარ მე, შენ, ყველამ თავისთვის რო იგულისხმო. აი შენთვის, ანუ ჩემთვის შექმნიდა ყველაფერს რაც წერია შესაძლოა ამ ზეს, ამ თვალს, ამ ვარსკვლავს, ამ დინარებს, ამ ზღვას, ამ სილამაზეს, ამ ცხოველებს, ყველაფერს შექმნიდა სხვა რო წარწმენდული მარტო შენთვის და მარტო შენთვის, რადგან ადამიანი დაეცა ადამმა და ევა დაღვრიდა სისხლის ჯვარზე, შენთვის თავს დადებდა, რომ გახსნილიყო 64 კარი. რადგან ადამიანი დაეცა. და ესე იგი, არავის ჩვენ რატო არის ღმერთის სიყვარული? ვინ არის ჩვენი ახლობლები? შვილები, ხო? ჩვენ გვიყვართ შვილები. შვილებს უყვართ მშობლები. ხო? შვილებსაც უყვართ ჩვენ. და მშობლები გვიყვარს. აი რაღაცა ისეთი სიყვარული რო წარმოვიდგინოთ, ეხლა ასოცირდება შვილებთან უფრო დიდად. მშობელმა შეიძლება ვინმეზე იფიქროს და თავი დადოს რა შვილისთვის არ იფიქრებს პირდაპირ თავს დადოს, ხო? ეცნება. ისეთი სიყვარული, მაგრამ ეს არაფერი სიყვარული არ არის იმასთან ღმერთს რო ვუყავთ ჩვენ. პირადად მე, პირადად თქვენ გამიგეთ ჩემს. აბა აი ეს რაც მე თქვი ხა ესეთი რამე შეიქმნა ეს ყველაფერი თურმე ჩემთვის შეიქმნა ეს ყველაფერი და ჩემთვის დადებდა თავს მარტო სხვა რო არ ყოფილიყო. წარმოიდგინეთ როგორ ხალათ ჩვენ ამ სიყვარულს. კიდევ ვიღაც სხვაები მან შვილები, ვიღაც მშობლები, ვიღაცა მეგობრები, ვიღაცა უფრო მეტად ვიდრე აი რა უსამართლობა ჩვენი მხრიდან. როგორი ღალატი ამ სიყვარულს. აი ამიტომ არის ერთი სიყვარული ძალიან მომეწრო და მე ღმერთმა ერთი რამ განაჩინა. ეს ჯვარცმა რეალიზდება ნათლობაში, სხვანაირად, აი როგორ არის სხვანაირად კარი არ იქნება რა, ის და შეხვიდე. კარი არ გაიგება, თუ გასალები არ შეიძლება, გადაადგილები ხო არის ესე. და ეს არის ნათლობა. თან ძალიან მარტივია. ნათლობას რა უნდა? ხო? უნდა მიიღო ეს ნათლობა და გახდე ეკლესიის წევრი. სხვა
სხვანაირად პრინციპი კი არ აქვს, რომ აი სხვანაირად არ განცხოვრებს. აი ესეა მოწყობილი. და შენ ეკლესიის წევრი რო გახდები, წარმოიდგინე რომ აქაც რამხელა მაგის გაძლევს სიკვდილამდე სინანოს. იმას კი არ ითხრობს, რომ კი წესი არ იმუშო, არ იპარო, არ მაგრამ იცის რომ სუსტები ვარ და ყველაფერს ამას თუ გავაკეთებ, ამასაც პარტიებს ოღონ ერთი უნდა ვთქვათ, მერტო მაპატი. ეგრისიო ყველაფერს მერტო, აი როგორც ავაზაკ მერტო მაპატი, ეგრისიო ყველა და ცხოვრდა კაც კვლელი გუშინ და ასე შემდეგ. რამოდენიმე დღე თავშეკავება ჰქონდა, ისეც უნები ისა იძულებული. გამიგეთ ჩემს როგორი მოწყალია მერტი, ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ მერტის სიყვარული არის. და ეხლა ესეთი რამ, მაგრამ ეს ცხოვრება ძალიან პატარა, ხო, 70-80 წელი არის, 90 წლის უკვე მე ახლა მოხუცებს პირიქით შეურაცხყოფას კი არ ვარ დიდ სიყვარულით, მაგრამ მოხუცი ადამიანი უკვე აი იქით არის, ხო, იქით 90 წლის ვამბობ, 90, ხო? მე ბავშვითა უკვე აღარ აცეკვდა, აღარ იმაშები რაღაც ყურადღებას უნდა მივაქციოთ უფრო მეტადაც, მაგრამ უკვე ანგარიში ისე ვეღარ უწევ. უკვე ანუ მე რა მინდა ამითქო, დამთავრებულია ქვეყნის ცხოვრება. მაგრამ ეს ვინც მიაღწევს 80 ხშირად ვერც ვახცევ, ხო? ზოგი შეიძლება ჩვილი, ახალგაზრდა და ასე შემდეგ. და როგორც რუსთაველი ამბობს ქრისტიანული ფილოსოფიიდან, ცდების და ცდების სიკვდილსა ვინ არ მოეწს წამის, აიტო არავინ არ უწევს, ჩვენ რა წამში გავართ ამ ქვეყნა და ეს არის ცხოვრება. ისტორიას რო გადავხედოთ, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, აი ძალიან ხშირად ეს სასარგებლოა, როგორც ეთქობა სულის, რომ ხშირად ვამბობ, რომ აი ამასინა ჩემმა ეხა პატარა დაისია შვილიშვილმა მითხრა, ბაბუ შენ რომელ წელს დაიბადე? მე ვთქვი 61 წელს, ახლა ვიგულისხმე ხო 1961. მან ვერ გაიგო ეხა ხო ეს აქეთ არის 2000 წლის შემდეგ. ეგ რას ნიშნავს? მე ვთქვი ბაბუა რას ნიშნავს და იქითა საუკუნის 1961 წელს გავიმოდები. მე თვითონ გამიგვიყვი. რამხელა დრო გავიყვი. იმ საუკუნეში ვარ დაბადებული. 1961 წელს. აგერ 21 საუკუნეში 1/4 გავიდა. ეხა შეკრიბე მათემატიკას და რა ხდება მე და 64 წლის ვარ, კიდე პატარა მომეჩვენა, რომ პატარა. იმიტომ რომ იმ საუკუნეში 1961 წელს მთელი რამ 40 წელი გავიდა, აქეთ საუკუნეში 25 წელი გესმით. რა დამთავრებულია ყველაფერი. და მე ხომ აქ ნათქვამი რომ მე გამოვითვალე, მე ხა რომ გავიზარდე, მე დავაფიქსირე 70 წელი ფაშისტთან გამარჯვების მეთქი რომ რამხელა დრო გასულა და არა დრო დავიბადე. 16 წელი იყო სულ გამარჯვებიდან, სამამულო ომიდან, დამთავრებიდან 16 წელი იყო გასული, მე დიდი. და იმის მერე ხო თქვენ პატარები ხართ ზოგიერთი და დიდებმა იციან, ყოველ მეშვიდე, მეხუთე, სულ გონკავარუჟენია ხო გახსოვთ დიდებსა რა. სულ საკითხი იდგა, სულ ომი, სულ ამერიკას უნდა რუსეთთან ომი, რუსეთს უნდა ამერიკასთან ომი და იყო სულ დაპირისპირება ჩინეთს უნდა რუსეთთან ომი და ასე შემდეგ სულ ომი იყო, სულ ბრძოლა იყო, სულ ყველგან. ყოველ მეხუთე წელს იყო დაძაბულება. მე რო ჯარში ვიყავი ბალისტონში, კიევთან. ისე დაიძაბა პოლონეთთან, ეს იყო 1991 წელი. კიევთან ისა პოლონეთთან ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ ბატალიონის უფროსმა გითხრა, მზად ვიყავ, შეიძლება გაგაში გამოცხადესო და მთელი ბატალიონი უნდა პოლონეთში დაეშვა. მადლობა. ნუ იქ ავღანეთი და ასე შემდეგ. ეხლა არის და ომი აქტივირებთ მე 92 წელს, ხო? საქართველოში, ჯერ ზღვათაშორის, მერე აფხაზეთში, მერე სამაჯაყოში, მერე ეს დამთავრდა და იყო
დიდი ქურდობა, ავაზაკობა ის წლები ხო გასულ რა იქ? ხოცვა, ლეტვა, განხურვა. მე ის დამთავრდა და პოლიტიკაში რომ ჩამეთვალოს ახლა რაც იყო 9 წელი მერე იმის შემდეგ რაც იყო თქვენ თვითონ გასანჯეთ და ეხლა ერთადერთი მშვიდობიანი 13 წლის და ამას თუ მშვიდობა ქვია სულ რევოლუცია უნდა, სულ არეულობა უნდა, სულ ბოროტება უნდა და ანტიქრისტიანული ძალები deep states რო ეძახიან ჩემო ძვირფასებო არ ისვენებს და არც მოისვენებს განსაკუთრებულად ამოღებული აქვს საქართველოს მისაში იმიტომ რომ ასე თუ ისე ყველა დააჩოქეს ერთადერთი ქვეყანა რომელიც მათ ასე ვთქვათ დაკრუზე არც ეკუთვნის არც მოგვეშვება ჩემო ძვირფასებო და იცით რას ვფიქრობ ხოლმე მეცნიერები ამბობენ რომ 2080 წელს მეცნიერება გლობალური დათბობის გამო დასრულდება ყველაფერი როგორ ესე იგი იქნება ისეთი კატაკლიზმები ხო რომ დასრულებული იქნება ეს აღქმები ცხოვრება არ იქნება თუ საგინულე იქნება თუ ზოგანი იქნება 100 გრადუსი პირობითა თუ ხინვა იქ როგორი ცოცხლი ან ზოგანი იქნება 60 გრადუსი და 70 სიცხე როგორც აპოკალიფსში წერია როგორც ეთქობა რომ კი არა ეს რა თქმა უნდა მოვა ეს დრო რომ წყალი მთლიანად მოუხდება ყველა წყალში ადამიანების დიდი ნაწილი რა იქნება ამ კატაკლიზმების გარდა ომი ალბათ მესამე პირველ ომში მოგდა 10 მილიონი მეორეში 70 და მესამეში რა იქნება ხა წარმოიდგინეთ არა და ომის ზღვარზე როგორც ხედავთ ომი დაწყებულია და უბრალოდ ამ ატომის გამო ეშინია რომ ეხლა რავანი ატომის გასვლა არავის არ მაგრამ თუ მიდგა საქმეზე და ასე უნდათ აკეთკენ მიდის თქვენ წარმოიდგინეთ რა იქნება ესენი კაცობრიობას დარჩენია 2080 წელი მაქსიმუმ და ამ ქვეყნიურ თავად მაგრამ ეხლა მე რასაც გეტყვი თქვენ პირიქით დიდი იმედი უნდა გითხრათ და არა რამე სასოწარკვეთი მეორე მეცნიერები ამბობენ რომ რა 2080-ო აგერ ასახებენ 2040-ს უფრო რაკეტაც 38-ს დედამიწა გამოფიტულია და დიდი ვულკანური ამოფრქვევები იქნება და ცეცხლით დასრულდება დედამიწა ეს მართლაც იქნება მეორე მოსვლის დროს მაგრამ ნუ მეცნიერები ესე ფიქრობენ რომ ვითომ უფრო ადრე აეხება არა მგონია 38-ში იყოს მეორე მოსვლა მაგრამ ეს გარდაუვალი ამბობენ მეცნიერები ჩვენ წავიღოთ საშუალო და 2050 წელი ალბათ და იცით რა მე საიმედო ისმინდა გითხრა ჩემო ძვირფასო ჩვენ ქრისტიანები ყოველი ადამიანის სიკვდილი არის აპოკალიფსი ყოველი ადამიანის სიკვდილი პირადი აპოკალიფსი ყოველი ადამიანის სიკვდილი პირადი ატომური ბომბა და ასე შემდეგ და ეს გვიგვის რა არ მოხდება რა გავათ ამ ქვეყნიდან ამიტომ ქრისტე გვეუბნება მარადიულზე და სიხარული თორჩაუძე დიდი სიხარული ქრისტე მოგვიტანა ის კი არა რა ქვეყნა და უნდა გაენებინათ მესი ამ ქვეყნიური გაგები ეს როდომოდა ქრისტეს ამას იზამდა მაგრამ ეს რა მოტყუება კაცობრიობის ამიტომ ქრისტემ მარადიული რაც უნდა არის სიკვდილის შემდეგ და რაც იქნება მეორე მოსვლის შემდეგ პირიქით ეს კი იქნება აღმოფრქვევად ყველაფერი მაგრამ ახალისა და ახალი მიწა იქნება ქრისტე გვამყოფებს ვინც ცხოვრდება ამყოფებს ისეთ და ღმერთმა ჩვენს ცხოვრდება გვამყოფებს ღმერთი ისეთ დიდ სიხარულში რომ მამები ამბობენ ამ ქვეყნიურად რაღაცა ხო მშვენიერება და კარგია რა აიც გადახან მერთი უშვებს იმას სასოწარკვეთილობაში არ ჩავარდეთ რა მშვენიერი დღეები გვაქვს ხო იქ ძოლის მოყვანა შვილიშვილები ქორწილები რაღაცები რომ მაგრამ ეს ხო მარადიული არ იქნება ამიტომ ქრისტე მივიდითებს მარადიულობისაკენ მარადიული სიხარულისაკენ ჩემო ძვირფასო და ამიტომ ქრისტიანები ვართ ბედნიერი რომ ეხლა რომ ჩვენ ხედავთ ის ფეიქის ხალხს და რა ვიცი
ვითომ ელიზის ტრამპი და მეგობრ თვითონ არ თავმჯდომარე დიპსტეიტის რომ ესე იგი დიდამბავში არიან და ეს ხო სასაცილოა. სულ ვიხსენებ ტრუმენს, რომელიც თითს აქნევდა და მთელ მსოფლიოს ემუქრებოდა, მაშინ ატომი მაგათ ჰქონდათ, მარტო რომ ასე ვიზამ, ისე ვიზამ და 38 ქალაქი ჰქონდა შემდგომ სიაში, მათ შორის თბილისი. ზედაერ ტრუმენი დღეს ვის ემუქრებდა, რას ემუქრებდა. გამიგეთ რა სისულელია ეს ყველაფერი და მათი ძლიერება ხო ამაო ხო ყველა წარს დგება ქრისტეს წინაშე ჩემი ძუფასო. ამიტომ ნახეთ ეს მითითებულიც არის ქრისტემ თქვა ბოლო ჟამი შეიცანით. დღე რიცხვი არ დაუსახებია, შეიცანითო. დიდი მიწისძვრებიო. დიდი ის იქნება ომებიო. რაც არის მაგრამ ვიღაცამ შეიძლება თქვა მიწისძვრა ყოველთვის იყო ომები, მაგრამ მაცხოვარი ამბობს კიდევ ერთ რამეს. სიყვარული განხარდება, ძალიან შესუსტდება, დაპატარავდება. ეს იცით რას ნიშნავს? ესე იგი ისეთი განსაცდელები იქნება, რომ სიყვარული ესე მე მიმარხარ სუფრის რაღაცები ისეთი, კარგია რა თქმა უნდა ჩვენ გვიყვარს ერთად, როგორც რამე განსაცდელი იქნება, იქ გამოჩნდება ჩვენ სიყვარულს გავიტანთ ბოლომდე თუ არა და ასეთ შემთხვევაში დიდ განსაცდელების დროს სიყვარული ხედავთ რომ იკარგება. თუმცა არ ყოფილდეს ნამდვილი სიყვარული. გამიგეთ? ამიტომ ადრე არ იყო ეს ნიშანი და ეხლა ადრე როგორ იტყოდი რომ სიყვარული განხარდა მე-19 საუკუნის ისტორიებს რომ გავიხსენოთ გინდა საქართველოსი, გინდა ევროპის, გინდა სხვაგან, გინდა რუსეთის, გინდა სადაც ნებისმიერ ქვეყნის იყოს სიყვარული ჩემი ძუფასო. ეს კი არა 30 წლის უკან და 40 წლის უკან იყო კიდე დიდი სიყვარული. მაგრამ ეხლა ჩვენ ხედავთ რომ ძმა ძმას არინდობს და დასარინდობს, ნამდვილად ძმას და ძმას და მამა შვილს დედა საერთოდ რა და კიდე უფრო რო იყოს რაღაც უფრო როგორც ეთქობა მაცხვარი ამიტომ რა ისეთ საშინელებები იქნება აპოკალიფსი იქ სულ განხარდება სიყვარული და ცოტა რომ მოვალო ვიპოვი რა მორწმუნესო აი ეს დღეში ჩემო ძვირფასებო მე ხანდახან ვფიქრობ აი ახლა 100 წლის მერე წარმოგიდგენიათ საქართველოს კიდევ ვინმე მე ვერ წარმოგიდგენ იმიტომ რომ აი ეს თავობა დღეს რომ დგავა ვისაც მოაქვს საქართველოს მე 50 წლის შემდეგ ხო ყველა წა და მე ეს ახალგაზრდობა ესე ის როგორც ჩვენ ან ჩვენ უნდა გავმრავლდეთ სულ ამას ვამბობ, მაგრამ ხო იცით რომ ჩვენი კოეფიციენტი -27. როგორ უნდა გამრავლდეს საქართველოს 100 წლის შემდეგ ვის დარჩება ჩვენი ქვეყანა? ხო ადვილი წარმოსადგენელი, ხო? ან მუსლიმებს, ან ის ფერის და ასე შემდეგ. იმიტომ ბუნებრივია. ჩვენ ქართველები გამოვლენ ბუნებრივად მოღა. ნუ შეიძლება ვიფიქროთ, მოხდება ისე რომ შეიქმნება ოჯახი, მაგრამ ეს აპარი ჩემი აზრი. ამიტომ მე ესეთი ფიქრები ღმერთმაქს ახალგაზრდობა მოვიდეს აზრზე კნიდნენ ოჯახებს აჩენდნენ მინიმუმ 4-5 შვილს ღმერთმაქს მაგრამ ეს ასე ხო -27-ში წასული ჩემო ძვირფას და უკვე ასე მომდგარი არიან ყველა ჩვენს ჯერ ხო წაგვარდეს ეს რა წაგვარდეს დაუყრაჯეთი აფხაზეთი სამაჯარი დუალეთი იქ აზერბაიჯანის ტერიტორია აქეთ სომხები ყვნენ ეს ამას არ კმარა მათ კიდე მოდია ეს და ჩვენ -27 სწორია ეს ხა თუ შენი ქვეყანა არ გინდით მოვდა არ მრავლდები მოვალ ჩვენ ბუნებრივია ხო ჯუნგლებს კანონი ესეთი ხო და აი რა დღეშია აი რა დღეშია საქართველოს და მე ხანდახან ვფიქრობ რომ მე მინდა გადარჩეს საქართველოს და 2080 წლამდე ნამდვილად გადარჩე. ამის კიდე გვაქვს ჯერ რესურსი. ნუ უფრო მოკლედ რა ვიცი გითხარით თუ არა საიმედო რამე მაგრამ საიმედო ის არის ჩემო ძვირფასებო საიმედო ის არის
რომ ქრისტიანი არ ცხოვრობს მარტო ამ ქვეყნებში და ამ ქვეყნიურ ძლიერთა ამ ქვეყნისათან ვინც ავით და უყურებთ მათ გამარჯვებას და ის რომ სულ ქრისტიანობა მოსწონდა საქართველოს ჩამოყო ეს არ ეხება იმ გაგებით რომ ვინ არიან ესე იყო მოგწებია თავის თავს ვერ მიუხედია თავის თავისთვის ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ღვთისმშობელი დაიფაროს საქართველოს და თუ არ დაუშვებს ღვთისმშობელი იმას მერტი არ დაუშვებს რომ ჩვენი ქვეყანაში აღმოიფხვრას ქრისტიანობა ჩვენთან არსად არ დაიყო დიდი ჯვარი